მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან განსხვავებული მადლობა იმის, რომ გამოწერილი გახდით ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ არხი ძალიან მივატოვე და თქვენს, მათ შორის, ვინც ელოდება ხოლმე ჩემს გაშლებს და საჯარო დიაგნოსტიკებს. რითაც პროტესტ გიხდით, მაგრამ ბევრმა იცის, რომ რთული პერიოდი მქონდა, მამა ვერ მყავდა კარგად და შესაბამისად მაგიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი, სამწუხაროდ დამტოვა და ნელა დავიწყებ, გავაახლებ მუშაობასაც და იმ ადამიანებს, ვისაც მანამდე დაჯავშნილი ჰქონდათ დრო, ორშაბათიდან ყველას გავუკეთებ დიაგნოსტიკებს და გეტყვით, რომ დავიწყებ მუშაობა. და შეგიძლიათ კვლავ დამეკონტაქტოთ, ნომერს მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ. ახლა კი მინდა გავაკეთოთ ისეთი გაშლა, რას გეტყოდათ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ალტუთას არ არის, რა გაფრთხილებას მოგცემდნენ, ხო? ანუ ყველას ცხოვრებაში არის რაღაც ნიუანსები, რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ, ავერიდოთ, მოვერიდოთ, კი რთულია ხა ეს რომ ესე რაღაცებს მოვერიდოთ, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ინფორმირებული როცა ვიქნებით, შედარებით გაგვიმარტივდება თუნდაც მზად ვიყოთ იმისთვის, რომ როგორ უნდა შევებრძოლოთ ხო იმ რაღაცას სირთულეებს. მოდით ვნახოთ ვიზია საუბარი, ანუ რა ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი. ვნახოთ რა იდერით ვიზია, რა ენერგიებში იმყოფ ადამიანზე საუბარი, ვისთვის არის გაშლა და ვნახოთ მე ის სამი ასპექტი, რასაც უნდა მოერიდოთ, ხო, რაზეც უნდა გაფრთხილდეთ და ვნახოთ სამი ასპექტი, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ხო, დადებით იქნება ეს თუ რა სიტუაცია იქნება. კარგი, დავიწყოთ. ვინ არის, ვისთვის არის გაშლა? ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ბრძოლობდა, ძალიან ბევრს ცდილობდა, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ განსაცდელს მოუწია, რომ გაევლო ეს განსაცდელი. შეიძლება ითქვას, ეს ადამიანი არის, რომელიც წინ მიიწევს თავისი ენერგიებით, ხო, წინ ცდილობს წინ წავიდეს, ხო, ყოველ შემთხვევაში. ეს არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავის დაბრკოლებებისა, მიუხედავად თავისი პრობლემებისა თუ რაღაც ესეთი სიტუაციებისა, ყოველთვის ცდილობს იყოს აქტიური, ყოველთვის ცდილობს იყოს მობილიზებული და ცდილობს, რომ ყველაფერი თავად გააკეთოს, ხო? მეორე მხრივ არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება რაღაცა ამ ეტაპზე დიდი და რადიკალური ცვლილებების მდგომარეობაც ხდება, ხო, რაღაც ყველას თავთავისი ცვლილებები აქვს, ვიღაცა ვთქვათ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, ვიღაცა სამსახურთან მიმართებაში. ადამიანი, რომელიც ყველა მისი ცხოვრებისეული ნაბიჯიდან ცდილობს ისწავლოს და გამოიყენოს ის ცოდნა, რასაც ვთქვათ მას სამყარო აძლევს. ერთის მხრივ არის კიდევ ის მომენტი, როდესაც ადამიანს რატომღაც არ ვიცი, ესეთი ენერგია მოდის, რომ სულ არსებობენ ისეთი ადამიანები, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში კეთილმოსურნე ადამიანებს, როცა ვეძახით ხოლმე, რომლებიც ცდილობენ, რომ აი ეს თქვენი აქტიურობა და თქვენი წინსვლა და თქვენი ბრძოლის უნარიანობა თითქოს დაბლოკონ, ხო, დაბლოკონ, მაინდა-მაინც არ არის აქ ის მომენტი, როდესაც რაღაცის
გაკეთებას აპირებენ ან რაღაცის არა უბრალოდ აი მათი რჩევები, მათი რაღაცა მიდგომები იმასთან დაკავშირებით რა როგორ უნდა გააკეთოთ, მათი რაღაც მეზობლის ბიძაშვილის მამიდაშვილს ეს რაღაცა სიტუაცია ქონდა და იმა ვერ გაართა თავი და შენც ვერ გაართა, აი არის ესეთი რაღაც მომენტები, ხო? აი ესეთი ადამიანების გარემოცვა ახასიათებს, თუმცა ძალიან კარგია, რომ ადამიანი ცდილობს, რომ სულ თვითონ იმოქმედოს. ნახეთ, აქ ესე ვიტყოდი, შეიძლება უსმენდეს, მაგრამ ქმედება მაინც ის არის, რაც მოდით ესე ვიტყვი, რასაც თვითონ ჩატებს, ხო? აი, შეიძლება ყველას მოусმინოს, თავი დაუხაროს, დაეთანხმოს, ან უბრალოდ არც დაეთანხმოს და ანუ მოისმინოს და გაიაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ ის კონკრეტული მიზნები, ის კონკრეტული სიტუაცია თავის თავზე აიღოს და თვითონვე იყოს პასუხისმგებელი თითოეულ ნაბიჯზე, ხო? ადამიანი, რომელიც მე ესე ვიტყოდი, რომ ეხლა ეს ადამიანი, ვისაც არის გაშლა, არის ადამიანი, რომელმაც მიიღო უკვე გადაწყვეტილება, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისი აქვს. ახალი ცხოვრების დასაწყისი აქვს, ესე ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას ადამიანმა გაანალიზა, ნახეთ, მოусმინა იმ ხალხს, ვინც ცდილობს მის რაღაცა დაბრკოლებებს, ხო, მოусმინა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კი, ვისმენ, კი, რაღაცა მომენტი არის, ჩემით მივდივარ წინ, მაგრამ შესაძლებელი აქ იყოს ისიც როგორი გადაწყვეტილება, ნახეთ, აღარც არავის აღარ მოგусმენ. ანუ ჩემს ცხოვრებაში ყველა ეს ადამიანი, ყველა ის მდგომარეობა უნდა ჩავხსნა, ხო? აი რაღაც როდესაც ადამიანი ხვდება და იწყებს კიდევ უფრო მეტად საკუთარი პოზიციების დაცვას, ხო? კიდევ უფრო მეტად თავისი მიზნების დაცვას, მიზნების კესწრაფვას, ხო? ეს რაღაცა აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა. კიდე რა ენერგიებშია, ვისთვის არის ეს გასული? კიდე რა ენერგიებში? ხო, მე ესე ვიტყოდი, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაიცვათ ის ბალანსი ემოციასა და გონებას შორის, ხო? ანუ ნახეთ, როდესაც გვაქვს რაღაც ისეთი მომენტები, სიტუაციები, პერიოდები, როდესაც ფიზიკურად რთულია და ძნელია რაღაცებს მარტივად შევხედოთ, ხო? თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ გონების და ემოციების კონტროლს. ასევე გეტყვით, რომ თქვენ ძალიან დიდი მფარველი ანგელოზი გყავთ, თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ აი იმ კონკრეტულ პრობლემასთან შეჯახება იქნება, სიტუაციასთან, მდგომარეობასთან თუ რაიმე გადაწყვეტილებასთან თქვენი კეთილდღეობისთვის გადაწყვეტილებასთან ის ყოველთვის გიფარავთ, ხო? ყოველთვის გაძლევთ იმის რესურსს, რომ არ წაიქცეთ, ხო? ანუ ნახეთ, შეიძლება წაბორძიგდეთ და რაღაც გქონდეთ ცოტა ისეთი ნეგატიური ფიქრები, რომ აი რაღაც ცუდად მიმდინარეობს, მაგრამ გეტყვით, რომ არასოდეს არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს არის ის მდგომარეობა, სადაც თქვენი მფარველი ანგელოზი ყოველთვის ცდილობს, რომ არ წაიქცეთ, არ დაეცეთ და ყოველთვის გამონახოთ ის მდგომარეობა, ის სიტუაცია, აი როგორც კი ძალიან აყვებით ემოციებს და როგორც კი ძალიან დაიწყებთ იმაზე ნერვიულობას თუ როგორ და რანაირად იქნება ეს ყველაფერი, ხო? აი თითქოს თქვენი მფარველი ანგელოზი აი ამ სიტუაციაში მაშინვე გაძლევთ იმ იმპულსებს, რომ ჩართოთ თქვენი გონება, ხო? ჩართოთ თქვენი რაღაცა ეს გამოცდილებები. და რა ენერგიებშია, ვისთვის არის გასული.
დასრულდა ციკლი, დასრულდა ერთი ციკლი, ესე რომ ვთქვათ, და იწყება მეორე. ხო, ან ნახეთ, თქვენ ხართ ახლა იმ ენერგიებში, როდესაც ადამიანმა დაასრულა, ადამიანის ცხოვრებაში დასრულდა ერთი კონკრეტული ციკლი. რაღაც მდგომარეობა, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, ხო, რადიკალურად შეიძლება ითქვას, რომ დანაკარგიც იყოს შეიძლება, ხო, რაღაცა მომენტში, მაგრამ ის პერიოდი, რომელშიც თქვა დანაკარგი იყო, ან რაღაცა ისეთი სიტუაციები იყო, რისთვისაც გიწევდათ ბრძოლა, ის ციკლი ჩაიხურა, ხო, შესაძლებელია ვიღაცისთვის კარმული მდგომარეობებიც დაიხურა. რაღაცა ის კარმული გაკვეთილები იქნება თუ კარმული რაღაც გამოცდილებები, რომელიც უნდა გამოგეყენებინათ, ხო? და სამყარომ ჩათვალა, რომ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ახალი ციკლი დაიწყოთ და ეს რაღაც სიტუაციები ჩაიხსნას თქვენგან. განახლების პერიოდი გაქვთ, თავიდან იწყებთ ცხოვრებას. არ ვიცი ახლა ვისთვის და როგორ, მაგრამ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ახალი ბავშვი ფეხადგმული, როდესაც არის ხოლმე პატარა, ყოველთვის ცდილობს ყველაფერს წაეპოტინოს, ხო, ყველა უჯრა გამოაღვას, ყველა სივრცეში შევიდეს და შეიჭყვიტინოს, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი სიახლეა, მას ყველაფერი აინტერესებს, ხო? თქვენ ზუსტად იმ ენერგიებში ხართ, თქვენ ხართ განახლების და ახალი საწყისის ენერგიებში, როდესაც ადამიანმა უნდა დაიწყოს რაღაცა ახალი თავის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი იწყებს, ნახეთ, როგორი მომენტი არის, დაკიდებული კაცი ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს არ არის მარტო ის მდგომარეობა, რომ ვიღაცა ჩიხშია შესული, არა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უბრალოდ დგება თავდაყირა და თავდაყირა უყურებს სიტუაციას, ხო? როდესაც მის ცხოვრებაში იმდენად ბევრი პრობლემა მოტრიალდა ერთად, რომ ძალიან დიდ პრობლემებში თქვათ, პრობლემებს ცოტა ისე ნათქვამია თქვა, მაგრამ რაღაც ისეთ მდგომარეობებში შევიდა, სადაც ფაქტიურად გამოსავალი თითქოს აღარ იყო, მაგრამ ნახეთ, როგორც კი მოხვდა ჩიხში, მან დაიწყო ძებნა, ხო, ნახეთ, გაიხედა, გამოიხედა, სადღაც კიბე დაინახა მიყუდებული, სადღაც ფანჯარა დაინახა, სადღაც კარები დაინახა და იწყებს რაღაცა ამ ყველაფრის საით ურჩევნია, ხო, რომელი სიტუაცია მისთვის. დაკიდებულ მდგომარეობაში კაცს ზუსტად იგივენად ადამიანი თავდაყირა დგას, თავდაყირა რო დგას, ის რადიკალურად სხვანაირად უყურებს, ხო, ყველაფერს, რადიკალურად სხვანაირად ხედავს იმ მდგომარეობასაც, ზუსტად ამ მომენტში ხართ, ეხლა ხართ იმ მდგომარეობაში, სადაც ადამიანი იწყებს ახალ ციკლს, ახალ ცხოვრებას, ახალ გამოწვევას, მე ესე ვიტყოდი, ძალიან ბევრი რამე გადალახეთ, ძალიან ბევრი რამე გაიარეთ და იწყება ახალი პერიოდი, ახალი მდგომარეობა, ხო, თქვენს ცხოვრებაში. კარგით, მოდით ვნახოთ ის სამი რამ, რასაც უნდა მოერიდოთ, ანუ რას გაგაფრთხილებთ თქვენთან წასული ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, ვიღაცისთვის დედა, ვიღაცისთვის მამა, ვიღაცისთვის ბებია, ბაბუა, ვიღაცისთვის მეუღლე და ასე შემდეგ, ხო, ანუ ყველას ყავს თავისი ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს და რომელიც უყვარდა არა, უყვარს დღესაც, იმიტომ რომ მე არ ვთვლი ადამიანი რომ გარდაიცვლება, ეს არ ნიშნავს რომ ის დასრულდა ის სიყვარული. არა, ეს ანუ ზოგადად სიყვარული არსად არ მიდის, არსად არ ხდება ჩვენშია. უბრალოდ
ფიზიკურად აღარ არიან ხოლმე, თორე სულიერად ყოველთვის ჩვენთან არიან, ხო? ნახოთ, ის სამი რამ, რასაც აუცილებლად უნდა ერიდოთ, ერთი, მეორე და მესამე. და სამი რამ, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში, მოდით ზაფხულის ბოლომდე ვთქვათ. ზაფხულის ბოლომდე რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. პირველი რამ, რასაც უნდა ერიდოთ. ძალიან ერიდეთ იცით რა მომენტს მინდობლობას, ბავშვის, არკანი. ამ შემთხვევაში არის როგორი მომენტი, იცით, აი, როდესაც მე ესე ვიტყოდი, რომ აქ კარგად დააკვირდით იმ ვითარებას, თქვენს გარშემო რა ხდება და როგორ ხდება, ხო? ნუ იქნებით მიმდობები ყველასთან. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ვინმეს თქვენი მიერ გაზიარებული ინფორმაციები მაინდა-მაინც ყველას ძალიან სიამოვნებს, თქვა თქვენი წინსვლა, თქვენი წარმატება, ხო? არ არის ესე, ხოლმე ხშირ შემთხვევაში არიან ადამიანები სამწუხაროდ, რომლებსაც არ ვიცი, არ უხარიათ, არსებობენ ესეთი ადამიანები სამწუხაროდ, ხო, რომელსაც არ უხარია მეორე ადამიანის ბედნიერება. გეუბნებიან იმას, რომ გაუფრთხილდით თქვენს მდგომარეობას, გაუფრთხილდით თქვენს არ ვიცი, რატომაც ესე მომდის, რომ ჯანმრთელობასაც. იცით რა არის, მეორეს მხრივ ნუ დაკარგავთ თქვენში იმ სისუფთავეს, რაც ბავშვის ენერგიებშია, ხო? ნახეთ, შეიძლება სიტუაციები, როდესაც ძალიან ბევრ პრობლემას გადავდივართ, მე ცოტა ადამიანს ბრაზის მომენტი უჩნდება. ბრაზი არის ერთ-ერთი ნეგატივი, რომელიც კონკრეტულად სხვაზე კი არ მოქმედებს, არამედ საკუთარ თავზე. ან ნახეთ, შეიძლება ადამიანი თავისმა ბრაზმა ისე დააბინძუროს ნეგატიურად, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდეს, ხო? ამიტომ გეუბნებიან იმას, რომ ნუ დაკარგავთ ბავშვს თქვენს თავში, მაგრამ ნურც ისეთი ბავშვური იქნებით, რომ ვიღაცამ გადაკლაპოთ, ხო, როგორც ასეთი მხრივ, რომ მიმდობლობა არ იყოს ისეთი აქტიური, ხო? ყველასთან ნუ გაიხსნებით, ყველასთან ნუ გექნებათ ის. თუმცა თქვენ და შეეცადეთ კიდევ ერთ მომენტს, როდესაც ნახეთ, ყველაფერი რაც ბრწყიალებს ოქრო არ არის, ხო? და ეცადეთ, რომ ის ადამიანი იქნება თუ მდგომარეობა, რომელიც თითქოს სახარბიელოდ ჩანს, კარგად დააკვირდეთ იმ ყველაფერს, იმიტომ რომ შესაძლებელია იმ ადამიანის თუ მდგომარეობის უკან იმალებოდეს ისეთი სიბინძურე, რომელიც თქვენთვის დამაზიანებელი იქნება. ამიტომ მე არ გეტყვით იმას, რომ არასოდეს არავის არ უნდა ენდოთ და უნდობლობა გამოაცხადოთ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ზუსტად მიხვდებით ვისთან უნდა გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, რომ ენდოთ და თქვენი გულის მდგომარეობა გაანდოთ და ვისთან არა, ხო? ანუ პირველ რიგში ეს არის. მეორე იცით რა არის, რას უნდა ერიდოთ? არ ვიცი რატომღაც ესე ვიტყვი, რომ ეს არის არკანი წიგნი. მე მომდის ეს ინფორმაცია, რომ არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ეცადეთ, რომ ძალიანაც არ იქექეთ წარსულში. ანუ ნახეთ, არ იქექოთ წარსულში. როდესაც ადამიანი იწყებს ახალ ეტაპზე გასვლას,
უნდა თუ არ უნდა, ის აუცილებლად იწყებს წარსულში რაღაცა დაშვებული შეცდომების მოძებნას, გაანალიზებას, გააზრებას. მეორე მხრივ შესაძლებელია აქ იყვნენ ისეთი სიტუაციები, რომ ნახეთ, მე გითხარით, რა თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცებს ლაპარაკობენ, თქვენ შეიძლება უსმენთ თავს უკან და აგზავნოთ თქვენს, მაგრამ შესაძლებელია ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თქვენს ზურგს უკან არც ეს სწორი ინფორმაციას ავცელენ, ხო, თქვენი წარსულთან მიმართებაში თუნდაც, ხო. რაღაც შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობა წარსულში, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ცოტა რაღაცა უკან ხევს, შეიძლება ითქვას. რაღაც თუ ცოტა ისეთი ყოველთვის არ არის ახლა ეს მომენტი, მაგრამ თუ აქ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც თქვათ, გაშულებულები იყვნენ თავის დროზე, ნაშულები არიან ან რაღაცა მსგავსი მდგომარეობა არის, გეუბნებიან თქვენ წინაპრები, რომ ნუ დაიწყებ ამაში ქექვას, იმიტომ რომ ეს შეიძლება არ იყოს თქვენთვის სახარბიელო და ეს შეიძლება თქვენთვის არ იყოს ის მდგომარეობა, რომელიც სიკეთეს მოგიტანთ, ხო? ანუ გეუბნებიან, რომ მიიღე ის, რაც არის დღეს და შეეშვი წარსული ადამიანების თქვათ რაღაცა თუნდაც თქვენ ცხოვრებაში დაბრუნებას. ხო არიან ხომ ესეც წარსულში გაუჩინარებული ნათესავები, ბიძაშვილ, მამიდაშვილები და ასე შემდეგ. არიან ესეთი მსგავსი მომენტებიც, როდესაც ბრუნდებიან გაურკვეველი ვითარებით, რა უნდა თვითონაც არიციან, მაგრამ ცდილობენ რაღაცა ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ შესაძლებელია ეს ურთიერთობის აღდგენა თქვენთვის გამოდგეს ძალიან ესეთი რთული მომენტი, ხო ნახეთ, ესე რომ გავყვე ბავშვი და წიგნი, ხო, ანუ ბავშვობაში რაღაცა სიტუაციების ამოტივტივება შეიძლება მოხდეს, რომელიც თქვენთვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს, ამიტომ ერიდეთ ზედმეტ რაღაცა ჩაძიებებს სიტუაციაში, რომ ეს თქვენ არ გამოგადგებათ, ამას შეიძლება ძალიან დააზიანოს თქვენი ცხოვრება და მდგომარეობა. ხიდი. ხო, ანუ ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ერიდეთ, აი ზუსტად იცით რა არის, ნახეთ, ხიდი რას აკავშირებს, ხო? ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირის მდგომარეობას. ანუ წარსულიდან მომავლის მდგომარეობას, ხო? ანუ გეუბნებიან, რომ ერიდეთ იმ მდგომარეობას, რომ ხიდის შუაში რომ მოხვალთ, არ შეშინდეთ და გააგრძელეთ წინ და არ დაბრუნდეთ უკან და ზუსტად იგივეს ამბობს წინა ორი არკანიც, რომ ის მდგომარეობა, რომელიც არ არის თქვენთვის კარგი და ის მდგომარეობა, რომელიც თქვენ არ მოგიტანთ სიკეთეს, ნუ ხარ ეძებთ იქ რაღაცა გარკვევას, რაღაცა გამორკვევას, რაღაცა სიტუაციების მოძებნას, რა აი თუნდაც სად შეცდით თქვენ, ხო თქვათ, ახლა ყველასთან ხო არის რაღაცას მომენტები და მეორე მხრივ აი ეს მიეცით საკუთარ თავს წინსვლის უფლება, ხო? არ შეჩერდეთ, არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე. თქვენი წინაპრები გაძლევენ და ის ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენთან არ არიან, მოდით ესე გეტყვი, მე არ ვიცი, რამდენად აკვირდებით თქვენ ნიშნებს, მაგრამ კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან სიზმრებში არის ნიშნები და შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს სიზმარი საერთოდ არაფერს არ ანიშნავს, მაგრამ ამ დროს რეალურად შეიძლება ის ზუსტად ის ნიშანი იყოს, რომელიც თქვენ ძალიან გჭირდებათ და თან ამას აუცილებლად გიგზავნიან თქვენი წინაპრები. და რა შემოვა ის კარგი რამ? ახალი ცხოვრება, ახალი ენერგიები, გამართლება, წარმატება. თქვენთვის შემოვა რაღაცა ის ემოციები და ის ენერგიები, რომელიც მოგცემთ იმ სტიმულს, როდესაც ხვდებით, რომ რაღაცა უკვე იწყებს თქვენ ცხოვრებაში ლაგებას, ხო? პლუს მაგას ფინანსური რესურსისთვის ძალიან თქვენ ცხოვრებაში შემოვა, მატერიალური კეთილდღეობა
და სწორი ცხოვრების რაღაცა ეტაპები. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა შემოვა და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თქვენზე რაღაც ნეგატივის გაკეთებას, რაღაც პრობლემების შექმნას, რაღაც დაბრკოლებებს, ხო? ის ადამიანები, რომლებიც თქვენზე თქვათ, თქვენ ზურგს უკან საუბრობენ, თქვენ ზურგს უკან ანუ აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რომელიც ასაც არ იმსახურებთ, ხო? ესე რომ ვთქვათ, ეს ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან წავნა, ხო? რა შემოვა და ეს აი ნახეთ როგორი მგონი ჩანს, ხო? ეს არის ის ადამიანების სიბოროტეები, რომელიც თქვენს მიმართ არის გამოსროლილი და ნახეთ როგორ იწვება ცეცხლში, ხო, თავის ამარცხებს. თქვენ დაამარცხებთ, რა მოხდება და დაამარცხებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეცდება თქვენს ცხოვრებაში რაღაცა პრობლემების შექმნას. და მესამე, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მე არ ვიცი, ხა შეიძლება ვიღაცისთვის ესეთი მომენტი იყოს, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ვიღაცა შექმნის ოჯახს, ვისთვისაც ეს არის აქტუალური თემა, ხო, ხა ყველასთვის ხარ ეს აქტუალური თემა ოჯახის შექმნა. მეორე მხრივ ეს არის ცვლილებები საცხოვრებელი მდგომარეობით, ხო, შეიძლება სახლი შეიძინოთ, შეიძლება რაღაც ქვეყანაში გადახვიდეთ საცხოვრებლად, ანუ რაღაცა მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც რადიკალურ ცვლილებას ეხება, ხო? ეს არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც სამსახურობრივი კუთხით, ხო, რაღაცა წინსვლა, წარმატება, ბედნიერება, ხო? ვიღაცთვის ის შესაძლებელია, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის შვილის მდგომარეობაც, ხო, რაღაცა დიდი ხანი არ ყავს შვილი, მაგრამ ხა რაღაცა შემოვა ეს, ხო, და თქვათ მოხდება ისე, რომ დაორსულდება. მოკლედ, ძალიან კარგია ის მომენტი, რომ ნახეთ, ეცადეთ, რომ გაუფრთხილდეთ წარსულში დატოვებულ ადამიანებს აღარ შემოუშვათ, აღარ იქექოთ და გააგრძელეთ თქვენი გზა, რადგან აუცილებლად უნდა ერიდოთ, ამას მიაქციეთ ყურადღება და რაც შემოვა ეს არის თქვენ ფინანსური კეთილდღეობა, ის მტრები, რომ წავლენ თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც რაღაცას აზიანებდნენ, გიზიანებდნენ, მორალურად იყო, ფინანსურად იყო თუ არ აქვს მნიშვნელობა და თქვენ ცხოვრებაში შემოვა ახალი ცხოვრების ეტაპი, განახლებული ენერგიები, სადაც თქვენ ვისთვისაც ხო გეუბნებით, ვისთვისაც არის რაღაცა ის აქტუალური შესაძლებელია ითქვას, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც დაოჯახდებით, ვისთვისაც არის აქტუალური შვილის ყოლა, შვილი შეეძინება, ვისთვისაც არის აქტუალური რაღაც ანუ ცვლილებები, რომელიც ეხება რადიკალურად ესეთ ცხოვრების სტილის შეცვლას, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცა ცხოვრების ერთ ხაზოვან მდგომარეობაზე მივდივართ და ნუ რაღაცა ისეთი ხდება, რომელიც რადიკალურად ცვლის ჩვენი ცხოვრების რაღაცა ეტაპებს, ხო? სხვანაირად უნდა გადავეწყოთ მე. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ. გისურვებთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გიშლით ხარ ცხოვრებაში, ჩამოგშორდეთ ყველა ის სიტუაცია, რომელიც გიშლით ხარ ჩამოგშორდეთ და იაროთ მხოლოდ წინ და გწამდეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის, გქონდეთ ყოველთვის იმედი ღმერთის და თქვენი მფარველი ანგელოზის. დროებით.